პრეტენზიები როგორ ჩდება ცოლ-ქმარს შორის, ხო? შენ იწყებ ფიქს რა გაკლია ქმრისგან. და როგორც კი ამ პრეტენზიებს განაცხადებ, რომ რა გაკლია იმ კაცისგან თუ რაღაცა, მას იგივე ვარიანტში ავტომატურად უჩნდება, მაგას კიდე რა აკლია, ხო? და წარმოიდგინეთ, დავყარეთ ჩვენ უამრავი რაღაცა რა გვაკლია ერთმანეთისგან და ერთმანეთს ვეღარ ხედავთ. და მე ეს იმდენი რაოდენობაა, რომ ვუყურებ, რომ საერთოდ რატო ვართ ერთად. არა თუ სურვილი მაქვს დაალაგო ურთიერთობა, თითოეულ მომადგენ უნდა შეატრიალოს და ნახე მეკითხრა, რომ რა გავაკეთო, რომ უფრო ბედნიერი ვიყავთ. და შენც იგივე უნდა გააკეთო, თუ გვინდა რომ დაალაგდეთ. ამ დროს კონფლიქტი არ ხდება. იმიტომ რომ ნახე მეკითხარი რა გავაშენ, მეუბნები რომ იქნება რა ეს ჩემს გაიქნებოდა, ეს რო არ კონდეს გაიქნება, კაი ჯერჯერობით გავაკეთე. და შენ რა გინდა შენ მეკითხები, ხო? მე შენგან ეს მინდა და ეს. არ ჩხუბი გამოდის, არც პრეტენზიები, არაფერი და ეს არის მიმართული მოგვარებისკენ. კი ბატონო. და ჩვენ ვიწყებთ რა მაკლია. ესე იგი არასწორი ღერძია, რასდაც ვაწყობთ ასე ვთქვათ ურთიერთობა და შესაბამისად ამას მეყავთ კრიზისამდე.